ებრაელები ამბობენ და ქრისტეზე ამბობენ, რომ ეშმაკი ეხმარებაო, რომ ეშმაკები განდევნოსო. გესმით? აი როგორი საშინელი შეურაცხყოფაა და საშინელი მტრობა და სიძულვილია მისი, როცა ასეთ დიდებულ სასწაულს ხედავენ. და ნახეთ, მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობენ ისინი და უთხრა მათ. ნახეთ, აი რას ეუბნება უფალი, ძალიან ღრმა აზრიდებს აი ამ არგუმენტაციაში, თქოს მოусმინეთ ამას ძალიან კარგად. უთხრა მათ იესომ. ყველა სამეფო თავის წინააღმდეგ გაყოფილი გაპარტახდება და ყველა ქალაქი გინდა სახლი თავის წინააღმდეგ გაყოფილი დაიქცევა და თუ სატანა აძევებს სატანას მაშინ ის თავის გაეყოფა როგორ გაძლებს მისი სამეფო თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკებს ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი ამიტომაც ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკებს მოსულად კიდეს თქვენამდე ღმერთის სასუფეველი ან როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი თუ პირველად არ შებოჭავს ძლიერს და ხოლო მას შემდეგ თუ შეძლებს მისი სახლის გაძარცვას ვინ ჩემთან არა ჩემს წინააღმდეგა და ვინ ჩემთან არ კრებს ის ფანტავს ნახეთ რა არის ქრისტეს რისი თქმა უნდა ქრისტეს უყურეთ აი დაუკვირდით თქვენ შეიძლება თქვენს მოგსვლიათ ეს ძალიან საინტერესოა ამის განმავლობა ჩვენ ხანდახან შეიძლება გვეგონოს რომ ეშმაკს შეუძლია ხანდახან სიკეთე გააკეთოს რომ გვაცდუნოს აი მაგალითად დავსვათ კითხვა ასე შეუძლია თუ არა ეშმაკს ნამდვილი სიკეთე გააკეთოს აი იმ გაგებით რომ მოგვატყუოს და სიკეთე მოგცეს ერთხელ რომ შემდეგ დაღუპოს შეუძლია ამის გაკეთება როგორ აი მანდ არის შეცდომა ზუსტად აი ზუსტად მანდ არის შეცდომა ეშმაკს არასდროს არ შეუძლია სიკეთის გაკეთება გესმით ეს ჩვენი გონება არა ისიც ბოროტება უყურეთ ჩვენი გონება რადგან ღმერთმა არჩევნის თავისუფლება მოგცა ჩვენში ეს ჩვენ გვაქვს არჩევნის უფლება მინდა კეთილს გავაკეთებ მინდა ბოროტს ერთი და იგივე ადამიანს ხანდახან სიკეთეც შეუძლია და ბოროტებაც ხომ ერთადერთი ადამიანს შეუძლია ამისი გაკეთება გესმით ანგელოზებთან ეს დამთავრებულია ანგელოზებს ღმერთის ანგელოზებს მხოლოდ სიკეთის კეთება შეუძლიათ და სატანას და მის ეშმაკებს მხოლოდ ბოროტების კეთება შეუძლიათ გესმით ამიტომ შეუძლებელია რომ ეშმაკმა ზოგჯერ სიკეთე გააკეთოს თუნდაც იმიტომ რომ შენ მოგატყუოს ყველაფერი არის ბოროტება აი გაძლევს მაგალითად რაღაც დიდ სიმდიდრეს თქვა შეიძლება ბოროტის საქმით მაგალითად აი ხარ მექრთამე ან ქურდი და დიდი სიმდიდრე შეიძინე ადამიანს გონებაში გივლებს რომ კი ეს შეიძლება ცუდი ჩავიდინე მაგრამ ღმერთმა მომცა ეს სიკეთე ამაზე მკრეხელური აზრი არ არსებობს გესმით რომ ჩემ ეშმაკს ხანდახან შეუძლია თურმე სიკეთე გააკეთოს და ქრისტე ამას ეუბნება ზუსტად რომ როგორ ეშმაკმა თუ დაიწყო ეშმაკების განდევნა სუფთა სიკეთეა ხომ აი დემონისგან განკურნება არის სუფთა სიკეთე რომ ადამიანი გათავისუფლდა დაღუპვისაგან ხო და ეშმაკს ამის გაკეთება არ შეუძლია არასწორი სიტყვაა არ გააკეთებს მაგას არასდროს ამას არასდროს არ გააკეთებს ეშმაკი იმიტომ რომ მას არჩევნის თავისუფლება აღარ აქვს ის გამყარებულია მხოლოდ ბოროტებაში ამიტომაც არ შეიძლება არასდროს ღმერთის საწინააღმდეგო რამის გაკეთება გესმით იმიტომ რომ ის ყველაფერი არის დაღუპვისათვის ნახეთ და ადამიანები ხანდახან მათი ადამიანების გონება მიიდრიკება იქისკენ რომ აი შეიძლება ეშმაკიც აკეთებს სიკეთეს ხანდახან ხომ ან შეიძლება ღმერთმაც გააკეთოს ბოროტება ხანდახან ორივე დიდი შეცდომა ღმერთი არის აბსოლუტური სიკეთე სადაც არასდროს არ იქნება ბოროტი და ეშმაკი იმ დაცემის შემდეგ გამყარებულია იმ ბოროტებაში და ის არასდროს არ გააკეთებს სიკეთეს გესმით აი ამიტომ ეუბნება ქრისტე რომ ეს როგორ არის ეშმაკის გაკეთებული ეს მე ხო ადამიანი გადავარჩინე
ეს როგორ შეიძლება ეშმაკის გაკეთებული იყოს. და თუ მე ღმერთის შეწევნით გავაკეთე ეს, მაშინ მოსულა ღმერთის სასუფეველი თქვენამდე და ასე როგორ მკრეხელობთ, ამას ეუბნება ქრისტე. ამიტომაც ეუბნება, მე ნახეთ ჩვენზე გადმოდის მე ადამიანებზე. ამიტომაც ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ის ფანტავს. შუაში ვინც დგას, ის ეშმაკისკენაა. გესმით? ამას ეუბნება ქრისტე, რომ თქვენც გამყარდით, ან ჩემთან გამყარდით, ან ეშმაკისკენ ხართ. აი ამას ამბობს, გესმით? როგორც ეშმაკები სატანა მოქმედებს, თქვენც ნუ მოხახდებით ასეთები. გესმით? ამიტომ ჩვენ თუ ღმერთისკენ არა ვართ, ყოველთვის მისი მოწინააღმდეგები ვართ. აი ამას ამბობს ქრისტე. ჩვენ როდის აღარ გვექნება არჩევნის უფლება? მოვა დრო, როცა ჩვენ არჩევნის უფლება აღარ გვექნება. როდის იქნება ეს? როცა ქრისტე მეორედ მოვა და ეს საუკუნე დამთავრდება და მარადიულობაში გადავალთ ჩვენ, იქ არჩევნის საშუალება აღარ გვექნება. იქ გავმყარდებით ჩვენც, აი იმ სასუფეველი ამ 64 ამას ქვია ზუსტად, რომ იქ უკვე უკან წასასვლელი აღარ არის. იქ სულ ღმერთისკენ ხარ, ჯოჯოხითიც ეს არის ზუსტად. უკვე გამყარებული ხარ ბოროტებაში, რომ უკან გამწამოსასვლელი აღარ არსებობს, გესმით? აი, ანგელოზებთან რაც მოხდა, ჩვენ სამაგალითოდ მოხდა, გესმით? ანგელოზებმა ერთხელ აირჩიეს ღალატი ღმერთის, ერთხელ დაეცნენ და გამყარდნენ იმ მდგომარეობაში. არც ერთი ეშმაკს სინანული არ შეიძლება ჰქონდეს. აი, პატერიკებში არის ხოლმე, რომ აი მოღვაწეებს ათონის მთაზე, მონასტრებში ეშმაკი გამოეცხადაო, ესეთი დარიგებებია ხოლმე, რომ ეშმაკი გამოეცხადაო და დაეცა მის მუხლებზე, ეს ამპარტავანი იყო ეს ბერი, როგორც ჩანს, და ისეთი ამპარტავანული აზრები მოზიოდა, რომ ფიქრობდა, რომ სატანაც რო შეხვდეს, მოაქცევს მასაც. ეს ისეთ სიმაღლეზე აიწია უკვე სარსულიერებაში, რომ ყველა შეუძლია დაარიგოს. და მამები გვაფრთხილებდნენ, რომ არასდროს არ შეხვიდეთ დიალოგში ბოროტთან, არასოდეს. შენ იმას ვერ აჯობებ, იმიტომ რომ გამყარებულია ბოროტებაში და სატანა გამოეცხადაო და დაიწყო ტირილი მის წინაშე, თრემლის ზღვრა, რომ ეს როგორ დამემართა, რომ ღმერთს განუდექი, რაღაც და შევიდა მასთან დიალოგში, ლაპარაკში, ამ ლაპარაკში ისე მოხდა, რომ ეს დასცა აქეთ იმან. ამან კი ვერ გადაარჩენ, იმან აქეთ დასცა ეს, ისეთი რაღაც ცდუნებები შეურია ამ საუბარს, აცდუნა, ესეთი პატერიკი ერთ მახსოვს ახალგაზრდობაში წავიკითხე, რომ მე ეშმაკი თითქოს მოიქცაო, ამან რომ დაუწყო ჭკუის რიგებაო, უცბად ფერი იცვალაო და ნათელი დაინახაო ამ ბერმა. შეიძლება ეს მოეჩვენა ან მოაჩვენა და ეშმაკმა უთხრა ხედავ როგორ გადამარჩინეო, რომ ისაო, აი ნათელი გავხდი მეო და ისე უნება მე შენ უნდა გადაგიხადო მადლობითო და გთხოვ წამომყევიო იქაო ქალაქშიო, იქ ეძებენო დიდ ეპისკოპოსი აღარ ყავდა იმ ქალაქშიო და ეძებენო ეპისკოპოსო და შენ იქნები საუკეთესო იმისთვისო, იმ ეპისკოპოსის ტახტისთვისო და ამან იფიქრა, რომ ამდენად ღმერთისგან არის ესო და წაყვა ამას. ეს ხილულად გამოეცხადა მას. და რომ მიდიან ამ იმებზე წვრილ ბილიკებზე ამ თების სადღაც გადაიჭეხა და მოკვდა. გადაიჭეხა. ეშმაკმა გადაჭეხაო აუმე, მაგრამ ფეხი დაუცდა აი ამ წვრილ ბილიკებზე, როცა მას გაყვა ბოროტს და გადაიჭეხა სადღაც ხრამში და მკვდარი იპოვეს მერი, გესმით? ეს პატერიკია, ჭკუის სასწავლებელი ამბავია, რომ ამობენ მართლაც მოხდა ეს, მაგრამ არ შეიძლება ის, რომელიც უკვე ბოროტებაში უკან მოусვლელად არის გამყარებული, ანუ ეშმაკი. მისი მოსმენა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აი ამას ამბობს ქრისტე, რომ ვინც ჩემთან არ არის გამყარებული, აი ანგელოზივით უნდა გამყარდე ღმერთთან. შენი ცხოვრება და გადაწყვეტილება უნდა იყოს ისეთი, რომ არ არსებობს მეორე, გესმით? მეორე არ არსებობს. მხოლოდ ღმერთი, მხოლოდ მისი მცნება, მხოლოდ სიყვარული, მხოლოდ სიკეთე ის, რაც ღმერთისგან მოდის. თორე სხვანაირად ჩემს მოწინააღმდეგეების რიგებში გახართ, ამბობს ქრისტე. და